მე რამალე დაუბრუნდი და რა კარგია. საოცარი სტუმრები. წარადგინე. ულამაზესი სტუმრები ყავს დღეს ულამაზესი გოგონები. სამოდელო კატრინი ეკამ გალობლიშვილის ხელმძღვანელობით სამთვიანი მოგზაურობიდან დაბრუნდა. პარიზი, მილანი, ტაილანდი, დუბაი, უზბეკეთი, მონაკო და ბოლოს კანი. საბოლოოდ კანის კინოფესტივალით დასრულდა. მინდა მოვიწვიო არაჩვეულებრივი ულამაზესი ქალბატონები ეკამ გალობლიშვილი, სამოდელო სააგენტო კატრინის დამფუძნებელი და ულამაზესი ანასტასია ბაკურაძე. ყავს მოგისალმებით. მადლობა რომ შეუდარებელი დედაშვილი. მადლობა ყოველთვის ფორმაში ყოველთვის დადებითი განწყობა მოაქვს. აბა რამ სოფლიო ალაპარაკეს. ყველგან სად ქართული სილამაზე ასე ვთქვა წარადგინეს და არ ჩერდებიან. არ გაჩერდებიან. კიდევ ერთხელ და უამრავ მოდი მოგესალმებით ანასტასია დაიწყე მოდი კინოფესტივალიდან პირდაპირ უნდა დავიწყოთ გვიანბეთ ამის შესახებ პირველ რიგში მოგესალმებით ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მოწვევისათვის როგორც უკვე თქვით ბოლო 3 თვის განმავლობაში ძალიან ბევრ ქვეყანაში ვიმოგზაურეთ მივიღეთ მონაწილეობა სხვადასხვა დიზაინერებთან ასევე წარსდგა ჩემი ბრენდი ანასტასიაც ქონდა ფოტოსესიები სატელევიზიო გადაღებები და ასევე ერთი დღით ვიყავი Fashion TV-ს ჟურნალისტი. კი ბატონო, დავინახე მიკროფონი Fashion TV-ს გავგიჟდი, ისე გამიხარდა. ძალიან სამაყოა. კი. Fashion TV-ზე მოკვეთდია. 2024 წელს ვიყავი პარიზის მოდის კვირეულზე და ვიყავი წამყვანი. ასევე იმავე წელს ვიყავი Fashion TV-ს საღამოზე და იქ ოღონდ მოდელად ვიყავი და აიღეს შემდგომ ინტერვიუ. შემდგომში როგორც 2025 წელს კანში ეხლა რომ ვიყავით ჩემთან ესე მოვიდნენ რომ ჟურნალისტმა ფიზიკურად ვერ მოახერხა მოსვლა რადგან ცუდად გახდა და თუ არ მექნებოდა პრობლემა რომ ჩამენაცვლებინა და მე ვყოფილიყავი ჟურნალისტი და პრობლემა როგორ ეს ჩემთვის ანუ ძალიან გამიხარდა ძალიან დიდ ბევრ ემოციებში ვიყავი რა თქმა უნდა იმიტომ რომ ანუ იმდენი ცნობილი ადამიანისგან, დიზაინერებისგან, პროდიუსერებისგან, ანუ იმდენი ცნობილი ადამიანისგან ავიღე ინტერვიუ, რომ რავი, ანუ ცხოვრებაში ძალიან დიდი ისგან აიღე. მაგალითად ჩიკო ლაჩოვსკი და მე უცებ ვერ ვიცანი და როგორ გადამითარგმნა იცი თქვენი დროის ბრედ პიტიო. აი ამ თაობისთვის, იმიტომ რომ ზარი არ ჩერდებოდა საღამოს თინეიჯერი ანასტასიას მეგობრების რომ ეს ვიდეო დაიდო და ეს ფოტო მასალა და ანასტასია მოგეწონა ჟურნალისტობა თუ მოდელობა უფრო შენიერას ფიქრობ? ორივე. ისეთი ნიჭიერია კიდე შეითვისებს. ჯილდოები გაქვთ ახლა ჩვენთან მოტანილი რომ გვესაუბროთ რა არის ეს ჯილდოები სად და როგორ აიღეთ? კი, აუცილებლად დავიწყებ. პირველი იყო მილანი, პარიზი, ანასტასია სამწუხაროდ ვერ იმყოფებოდა აი ამ ორმოდის კვირეულზე. ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეა და ამერიკაში იყო გაეროს მოდელირებაზე წაბრძანებული. ყოჩაღალ ანასტასია და იქაც თქვა თავისი სათქმელი საქართველოს სომხეთს წარმოადგენდა. ხო, ეს უკვე სკოლიდან იყო და თუ ბრენდი წარსდგა კატრინის და საერთაშორისო მოდელებთან ერთად და აი ეს პირველი დიპლომი რაც არის, ეს მივიღეთ მილანში როგორც საუკეთესო ბრენდი, შემდეგ პარიზში როგორც fashion დიზაინერი, იქიდან უკვე შემოგვერთდა ანასტასია ნუცაგრიგალაშვილი, მარიამ ბერძენიშვილი, იონა შერვაშიძე და უზბეკეთში 20 დიზაინერთან მიიღეს ამოთხმა გოგონა მონაწილეობა. იქიდან გადავფრინდით დუბაიში 70 დიზაინერი. 4 დღის განმავლობაში სრული დაფინანსებით მოხდა კატრინის გოგონები. ნაწილი უკვე შემოგვერთდება ძალიან მალე 20 გოგონა. უკვე მეხუთე წელია ესეთი საერთაშორისო მოდის კვირეული Via Fashion Week ეს იმართება დუბაიში 100 მეტრად თეთრი პოდიუმი, უამრავი პრესა, ტელევიზიები, სამეფო ოჯახის წარმომადგენლები და პრინცებს ძალიან კარგად ვიცნობთ იქ რამოდენიმე პრინცია და დუბაის პრინცეფს იცნო და ჩვენი გოგოების ხო გაგიშდა ალბათ დაწუნებულია ამაზე კიდე ცალკე უნდა მოგიწვიოს და ამაზე სასაუბროთ კი და აი იქ უკვე 15 სამოდელო სააგენტო იყო თუმცა დაფინანსება მხოლოდ ჩვენ გქონდა 20 მოდელი და სტაფი იყო ჩემთან ერთად წამოსული და ბოლოს დაჯილდოვდა
სამოდელო სააგენტო კატრინი, როგორც საუკეთესო სამოდელო სააგენტო, გოგონები დაჯილდოვდნენ, ბრენდი ანასტასია, აი ეს სამეფო ოჯახის წარმომადგენელმა გადმოგცა, ოსკარს ვეძახი, ნახეთ, მე მგონი უახლოვდები და სამოდელო ოსკარი და ანი სტეფანიშვილი გამოიყო კიდე აი ამ საოცარ მოდელებს შორის და გადაეცა სპეციალური პრიზი. შემდეგ აი ეს ხომ მოვიარეთ ძალიან კარგად, გავფრინდით ტაილანდში. თან სიცხე აქვს ანასტასიას 39, მაგრამ მე რა სცენაზე მაინც დგას და პროფესიონალი ყოებმა საწოლი და რო არაყენებენ ბავშვებს მომიტევონი. ჩვენ აი ეს სიცხე და ავად ყელით მნიშვნელობა არ აქვს. სხვათა შორის უფრო კარგია და იმუნიტეტი. გავიწყდება ჯერ ესეთი როცა საქმეს აკეთებ. არ გახსოვდა კი მაგრამ რო გამოვიდე მე კი დაბრუნდა, მაგრამ მაგამდე იმ მომენტში საერთოდ კი და აი ანასტასიას კადრებიც გადის წითელ ხალიჩაზე, თუმცა 11 წლის იყო პირველად საფრანგეთიდან, როდესაც წითელ ხალიჩაზე რექსმა პარიზში ერთ-ერთი მოდის კვირეულის პრეზიდენტმა მიიწვია და გავიდა წითელ ხალიჩაზე და საკმაოდ ხშირად ხართ ხოლმე კანის კინოფესტივალზე. თითქმის ყველა პავილიონში გუცნობენ და ჩვენთვის პრობლემა არ არის კანტონი. მე რამდენჯერ იყავი ანასტასია წელს? როგორც ვთქვით, ეხლა 15-ის ხვდები, მე-4-ით ვიყავი. და მოგწონს ძალიან. ეხლა 15-ის ხვდები და მე-4-ით ვიყავ. ანუ გადავიცვალე. აი მე მახსოვს 11 წლის ანასტასია პატარა კურიოს მოგიყვებით. გონდა პირველი დღის მოსაწვევები, მეორე, მესამე, მეოთხე დღეს მეუნება. ხო ვნახეთ, ყველა და აკვაპარკში წავიდეთ. დღესაც გინდა აკვაპარკში წასვლა. არა, დღეს აღარ. და ტაილანდში იყო საერთაშორისო მოდის კვირეული, ბრენდი დაჯილდოვდა ანასტასია, ნუცა, მარიამი, იოანა. ტაილანდიდან გავფრინდით კანში, მონაკოში ვქონდა ჩვენება კანში უკვე როგორც მოდელები ისე იყვნენ მიწვეული, ანასტასია, ნუცა და მარიამი, მაგრამ ძალიან ბევრი სურპრიზი მოხდა, რასაც არ ველოდით. აი რა სურპრიზები უცებ უნდა. აი უცებ გეტყვით, მაგალითად კარლტონში ანასტასია როგორც მოდელი, ნუ ერთ-ერთი ცნობილი ნაზმაერის, ფრანკი დიზაინერის ჩვენებაზე გადის, ეს ნუ იქ Fashion TV-ს მიკროფონი და ძალიან ყურადღების ცენტრში მოიქცა Fashion TV-ს მიკროფონით რაღაც. ეს და მოვიღეთ მეძახის ანასტასია, საზღვარ გარეთ ძალიან ხშირად მეძახიან ანასტასიას, ხო. და ანასტასია და ჰილტონშიო ჩვენება გვაქვსო და თქვენი ბრენდიო ძალიან გვიყვარს, აი კადრები გადის, აი ახლა და გვეუბნებიან რომ კოლექცია წამოიღეთო საჩუქრად მინდა დიზაინერი აქვს შესატანი თანხა რომ მიიღოს ამა თუ იმ მონაწილე საჩუქრადო აი კუბა Good Juniors ხედავ ახლა ერთ-ერთ ცნობილ მსახიობს რომელიც უამრავ ფილმშია საჭადრო გვაქვს დიახ და ჩვენ რა თქმა უნდა აი უცებ კაბები არ მქონდა მხოლოდ კაფსულა 8 კოლექცია გავიტანეთ გავედით გვაჩუქეს ეს ჩვენება ესე შემდეგ და მე უკან ბრუნდებით იმიტომ რომ ანასტასიას ვალდებულება აქვს რომ ინტერვიუ აიღოს და არ წახვიდით სამი დიზაინერი ჯილდოვდებაო და აი ეს თასიც კანის კინოფესტივალის ფარგლებში არ მქონდა ჩვენ ჯილდო კანიდან როგორც დიზაინერი და ეს კინოფესტივალიდან გილდაში ჩამოხვერდი. თასები ოსკარი გავარქვი და ჩვენი გოგოები, ულამაზესი გოგოები. შეგვიძლია რომ წარვადგინოთ ჩვენ. აუცილებლად. გთხოვთ გოგონებო. გოგოები რომლებიც ხშირად ყოფილან ჩვენთან სტუმრად. რა ლამაზი გოგონები ყავს სტუმრად, საოცარი კაბები. და იცით რა მიხარო და ყველა დიზაინერთან იყვნენ ჩასმულები. ანასტასიას კაბებია ეს აღნიშნეთ. მარიამი ანასტასია არაჩვეულებრივი საოცარი გოგონა. ძალიან დიდი მადლობა. ამ გოგონებმა დაიპყრეს ევროპა, აზია, მეგობრებო. კანის კინოფესტივალი. ამიტომ არ მეყვეს, რასაც უყურებს სულ არ მეყვეს. თუმცა არასრული შემადგენლობით არის. და არც ჯილდოები არ მეყვეს, იმიტომ რომ ეს არის ნაწილი ჯილდოების, რომელიც თქვენ გაქვთ. ერთმანეთს და ულამაზესი კაბები. სასწაული. ეკა კიდევ აპირებთ ისო სოფლიოს დაპყრობას. ძალიან მნიშვნელოვანი მივფრინავთ 22 ივნის პალაზო ბრანკაციოში, სადაც საოცარი კაბები. ყველას მოვირგებდი. სამწუხაროდ მე ვერ მოვირგებდი, მაგრამ ეკა რომში რას აპირებთ? საერთაშორისო მოდის კვირეული იმართება, ჩემს იტალიელ პარტნიორთან ერთად გადავწყვიტე რომ რომიც
დავიპყროთ. სპეციალისტება. აი ამ სფეროში 22 დიზაინერი მიიღებს მონაწილეობას თქვენს გადაცემას ვაძლევ ექსკლუზივს და აუცილებლად იქ იქნება თქვენი გადაცემა ჩემთან ერთად. მილანის ტელევიზია იქნება, რომის ტელევიზია და სხვა ქვეყნის ტელევიზია, პალაზო ბრანკაციოში ჩატარდება კოლიზიუმის გვერდით. ეს არის ადგილი, სადაც House of Gucci გადაიღეს და ლედი გაგას კადრებია, იქ ლედი გაგას და ხო, სტინგი ბოჩელი ესპანეთის მეფე წაულებებს მართავს და ულამაზესი ზღაპრული სასახლე, აი ესე და ეს ყველაფერი თქვენია, კატრინის არის. პოსტი მოგესალმებით მეგობრებოს პირდაპირ რომიდან. აბა, რა ძალიან მალე მოხდება ეს ყველაფერი. 22 ივნის. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა მეგობრებო, ეკა წარმატებები მთელი გული დარწმუნებული ვარ, რომსაც დაიპყრობთ. და გელოდებით შემდეგ. მადლობა. წარმატებებს ერთად რა თქმა უნდა. და აი ესე ულამაზეს ნოტაზე ჩვენო დავასრულოთ დღევანდელი გადაცემა, მაგრამ ეს იმას არის შევს, რომ ხვალ ჩვენ ისევ ერთად ძალიან საინტერესო სტუმრები გვყავს, დროებით. კარგი.